ეს რეჟიმი არის არც ერთ რეჟიმის მსგავსი არ არის. ჩვენ აი რატომ გაუჭირდა ქართულ ხალხს ამდენი ხანი და ყველა ხვდება ამ ქვეყანაში რა ხდება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად ჩვენთვის ახალი ჰიბრიდური რუსული მიდგომა. მათ ყველა სავარაუდო სცენარი ჩემნაირი ტიპის ადამიანებისთვის აქვთ გავლილი, კარგად აპრობირებული და გამოცდილი დროში. შესაბამისად, არ შეიძლება ამ ადამიანებთან ერთი დამალული კარტის გარეშე თამაში. მე რომ პირობითად დღეს ავდგე და კიდე რაც ვიცი ამაზე ვილაპარაკო, ხო? ამას მოყვება, აი მე გეტყვით რა რეალობა ჩვენ დღეს გვაქვს. ლიკვიდაციაზეც საუბრობდით. ხო, არც მაგას გამორიცხავ, იმიტომ რომ ხა წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენ თვალწინ ამის ამსახველი ვიდეოები დავდეთ, გაურკვეველი ადამიანები ნიღბებში, შავ ფორმაში ჩაცმული გვიზიანებენ მუხრუჭებს მანქანაზე და უშვებენ იგივე მხარეს საბურავებს. მაგრამ ციხეში უფრო მეტი ბერკეტი ექნება თქვენზე ზეწოლისთვის. ხო და გასაგებია, ნახეთ აი სიტუაცია როგორია. მაი შემოვირობითად აი ერთი სცენარი წარმოვიდგინოთ რა, 4 კედელში ვარ, შემოვიდა 10 კაცი და მცემეს. ამითი რა შეიცვლება? ანუ საბოლოოდ მათ გადასარევად იციან, რომ მე ხოლმე ციხეში შევდივარ ისე, რომ ერთით მისღერო ჩავმივარდეს. ერთით მისღერი მათ არიციან, ვარაუდობენ, საიდან შეიძლება დახვდეთ ჩემი დატოვებული საჩუქარი. ამიტომ მე მირჩევნია, რომ შეფასებიდან გამომდინარე ეს ერთი კარტი დავიტოვო ხელში. ყველაზე ცუდი სცენარიც რომ განვიხილოთ. თქვენს გარეშეც შეიძლება გამოქვეყნდეს ეს ჩანაწერები. იმ შემთხვევაში თუ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მე პირდაპირ მაქვს ამის მითითება გაცემული, რომ იმავე დღეს ეს ყველაფერი და გამოქვეყნდეს. ქვეყნის გარეთ გაქვთ გატანილი მათ შორის. რა თქმა უნდა, ეხლა ვინ ჭკუად ყოფილი დაიტოვეს ამ მასალას საქართველოში. ლიკვიდაციაზე როცა საუბრობთ, რომ გემუქრებიან ლიკვიდაციით, ვისგან იღებთ ამ უქარას, რამე უწყებისგან, კონკრეტული პირისგან, თუ მეგობრები გირჩევენ, ასეთიც ხდება ხოლმე, რა შუამავლებს. ესენი მეგობრები არ არიან, მინდა გითხრათ, რომ ეს სისტემა ძალიან არის შიგნიდან დაზიანებული. უამრავი ადამიანი ცდილობს თავის გადარჩენას, ეს ადამიანები დარბიან სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის არა მარტო ქართულ დაწესებულებებში. ისინი დაახლოებით ხვდებიან, ვისაც ჯერა, რომ ამ სისტემის ძალიან ბოლო პერიოდია და მალე მოხდება ამ რეჟიმის ცვლილება ადეკვატური ხელისუფლებით, ამიტომ იჭერენ თადარიგს. აი ეს ადგილებში რომ დადიან, ისინი ყველა ცდილობს, რომ რაღაცნაირად ხელსარიელები არ მივიდნენ და მიაქვთ გარკვეული ინფორმაციები. შესაბამისად, ჩვენს ყავს ასეთი რამდენიმე ინფორმატორი, მათ შორის ძალოვან სტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რას გეგმავენ ხოლმე ისინი ერთი დღით ადრე ჩვენთან დაკავშირებით. იქ-სადაც ეს ყველაფერი გეგმება, თქვა ყველანი ერთად არ ზიანს ის რამდენიმე კაცი, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ როდესაც ჩვენ საკითხს განიხილავდნენ, იქ იყო გაჟღერებული ფრაზა და ამ დროს რო შემოგვაგვდეს, მე რა ვქნათ. ანუ ვისთან ათანხმებენ საბოლოო ჯამში? ნუ იცით რა არის ხა და ბჭყალებში კრიმინალურ ავტორიტეტებს თუ აქვთ აქ რაიმე კი, ძალიან დიდი. ოღონდ დავამატებდი სუპერ ყოვლის შემძლე კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში არის. რას გულისხმობთ? ანუ ადამიანებს, კრიმინალებს, რომლებიც რაღაცნაირად ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში, მათ აქვთ ყველაფრის უფლება. გადაწყვეტილებების მიღები პირებიც შეიძლება იყვნენ ეგენი? კი, ერთგვარად, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი პროკურატურასთან ისევე თანამშრომლობენ, როგორც რა ვიცი, ერთი სისტემაა ეს. სხვათა შორის კრიმინალებს რომ ახსენებთ, ხშირად საზოგადოება კრიმინალებთან ერთად აიდენტიფიცირებს კახა კალაძეს, ხო, მისი კავშირების შესახებ. ნუ აი როგორ აგიხსნათ, ეს ადამიანები შეიძლება კალაძეზე მეტად კრიმინალებიც იყვნენ.